მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ Facebook-ზეც გვიყუროთ, პალიტრა ნიუსის გვერდზე და ასევე გვიყუროთ YouTube-ზეც პალიტრა ნიუსის არხზე. დღეიდან უკვე ოფიციალურად ყავს ახალი პატრიარქი შიო მესამე. დღეს იცით, რომ მცხეთის საკათედრო რუსეთის ცხოველის საკათედრო ტაძარში შედგა ინტრონიზაცია პატრიარქის. ინტრონიზაციის შემდეგ პატრიარქმა განაცხადა, შეუძლებელია უფლის განზრახვის ამოცნობა და პასუხის მოძიება კითხვაზე, რატომ ინება ღმერთმა ასეთი დიდი მადლის ტვირთვა ჩემზე, თუმცა გაცნობიერებული მაქვს მისი პატივით, სიდიადეს და სიმძიმეცო, თქვა მან. ასევე მან თქვა, საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, ხოლო ტაძრის ამბიოთან უდაუცდით მოყვასის მოსვლას, ტაძრის კედლებს მიღმათ შევეტკბოთ სულიერ შვილებს, რომლებიც ვინიცის ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ეკლესია არის ერთიანი, მიუხედავად იმისა, რომ იყო კონკურენცია, იცით, რომ იყო 3 კანდიდატი. ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ორგანიზებაში, ან კრების იქნებოდა თუ სხვა საკითხებში, ყველა კანდიდატის ჯგუფი ერთად იყო ჩართული, ანუ ერთად მუშაობდით და შესაბამისად ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეკლესია არის ერთიანი და დარჩება ერთიანიო. მან ასევე თქვა, რომ სტუმრებს ელოდებიან 17 მაისს, 17 მაისისთვის გაეგზავნებათ მათ მოწვევა და ჩამოვლენ სტუმრები, რომ მიულოცონ ახალ პატრიარქს აღსაყდრებამ. როგორც ჯაღმაიძემ თქვა, მოწვევა რა თქმა უნდა რუსეთის საპატრიარქოშიც გაიგზავნება და ჩამოვა თუ არა რუსეთის პატრიარქი, ეს არ ვიცით, ნებრივია. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მანამდე კი ჩვენი სტუმარი იქნება ლევან სუთიძე, ტაბულას რედაქტორი, რელიგიის მიმოხილველი. მივესალმები მას. გამარჯობა. მოგესალმებით, მერაბ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. შენ ფაქტობრივად ყოველდღიურად არა, ალბათ ყოველ რაღაც საათობრივად აშუქებდი ხოლმე ამ არჩევნების მიმდინარეობას. შენს მედიაში იქნებოდა თუ Facebook-ზე. ხო, რაღაც ყველა დეტალს აკვირდებოდი და ეხმიანებოდი. მოკლედ შეჯამება რო გვითხრა ასე, მოკლედ შენი საბოლოო ჯამში ამ არჩევნების ახალი ეპოქის დასაწყისის და მე რას ველოდებით ამაზეც რო ვისაუბროთ. ხო, არჩევნების შეჯამება კვლავ ისეთია, როგორც შეგვეძლო ამ აღსაყდრების ცერემონიაზე გვენახა. აღსაყდრების ცერემონიაზე ჩვენ ნახეთ, როგორ ვთქვა, ორი კანდიდატი, ორი კონკურენტი, რომელმაც მიართვა მიტროპოლიტ შიოს პატრიარქს, კათოლიკოს პატრიარქს. ორი პანაღია, ეს ნიშნავს სრულ აღიარებას ორივე კანდიდატის ყველა მონაწილე მხარის მიერ, რაც მეტყველებს, რაც წინაზე ასე არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ აღსაყდრებაზე იქაც გადაწყდა სიტუაცია და მივიდნენ, ხო, აჯანყებული მაშინ მიტროპოლიტები გაიოზი თუ სხვები, აქ არანაირი აჯანყებას არ ქონია ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა შემეშინდა არჩევნების საარჩევნო რიცხვების და გამარჯვებულის გამოვლენისას ზოგიერთი სახის ან კადრის, ყველაფერმა დიდსულოვნად, ასე ვთქვათ, ჩაიარა არჩევნების მიმართულება. რაც შეეხება მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ სამივე პირველ რიგში მოსწავლეებს, მაგრამ დანარჩენ მისმა კონკურენტებმაც ჩაჩეხეს მიტროპოლიტი იობი, დანიელის და ისაიას კანდიდატურები. ეს არ იყო კარგი. მეტი შეიძლება და ამას არჩევნების კრიტიკა დაეწყვიტა, მაგრამ მეუფე დანიელიც იქ იყო, მეუფე დანიელმა დაადგა სწორედ კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამეს მიტრა გვირგვინი, ქართულ კათოლიკოსთა უძველესი მიტრა გვირგვინი. შესაბამისად, ამ ნაწილშიც აღიარება მას აქვს. რაც შეეხება უშუალოდ აღსაყდრების ცერემონიას, ესეთი განსაკუთრებით ამით დაინტერესებული ადამიანებისთვის, ხო, იქ არსებობდა ცერემონიის გალამაზების სივრცე, მაგრამ რაც იყო, ისიც კარგი გახოდათ და კარგი იყო ასევე ის, რომ კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ თავისი ტრიბუნა გამოიყენა გამაერთიანებელი სიტყვისთვის, მათ შორის იმაზე ხაზგასასმელად, რომ მას სჭირდება მისწვდეს ეკლესიის ან ეკლესიის გარეთ მყოფ სხვა ადამიანებს, რომელთაც შესაძლოა
ეშინიათ მათი, ხო? ეს ამ შიშის დაძლევა ძალიან მნიშვნელოვანი რამგონია. პირველ რიგში ეს არის ის, რაც გაუგონარი რამ, რაც ბოლო წლებში დამკვიდრდა ეკლესიის მხრიდან, ხო? როცა მან ძალა შეიძინა, რომ შეიძლება და ვიღაცას ფიზიკურად ეძალა და ეკლესიის სახელით ეს ნორმა და აღარასდროს აღარ უნდა იქნას მიღებული, ეს არის საშინელება. არ შეიძლება ადამიანს როგორი მწვავე კრიტიკოსიც უნდა იყოს თუ როგორი რაღაცა სახითაც უნდა სურდეს მათ საკუთარი გამოხატვა მღვდლის ეშინოდეს, ხო? კარგი იქნება თუ კათოლიკოს პატრიარქის სიტყვის ეს ნაწილი სწორედ ამას გულისხმობს და არა რაიმე სხვას. სხვა მხრივ ხო, წარმოდგენების კრიზისი დამმართა საპატრიარქო უძველესმა საპატრიარქო კუნკულ ბარტყოლმა მე ის მინახავს ახლოდან კათოლიკოს პატრიარქ ილიაზე, ოღონდ და ახლა სხვა ადამიანის თავზე თან ოდნავ ზომების განსხვავებულია, ხო, მოცულობა სხეულის ძალიან გამეუგნებელი იყო. სანამ აი ამ ბოლო ნაწილზე არ მივიდა ყველაფერი და კუნკულ ბარტყული არ დავინახე, თამდე კარგად ვერ წარმოვიდგინე რა მოხდა და ახალი პატრიარქი რომ აირჩიეს, მაგრამ ახლა ყველაფერი გასაგებია. ხო, ფაქტობრივად ხო, ეხლა 50 წელი ერთი პატრიარქი ყავდა და რთულია გადაჩვევა, ხო, ახალი ეხლა პატრიარქს ახსენებ, ეგრევე ილია მეორე მოგდის ენაზე და ეხლა მარტო ჩვენ არა, ჩვენ ნახეთ იქ სვეტიცხოველშიც, ხო, ილია მეორე ეს თქმას აპირებდა ერთ-ერთი მეუფე. კი, მეუფე დანიელი. კიდევ შეეშალა, მე ტექნიკურად გადაასწორა, მაგრამ შეეშალა, ხო, მეც მეშლებოდა, აი აქ ორჯერ შემეშალა ტექნიკურად და გადავაკეთე მეც, იმიტომ რომ ვერ იმაშვება გონება ჯერ კიდევ. წარმოიდგინეთ, მე ადამიანები მეკითხებოდნენ, მათ შორის ჩვენი კოლეგები, რომ იგივე ტიტული ექნება თუ არა შიოს. ანუ რაღაცნაირად იმდენად მათ განწყობაშიც და გონებაში ჩერცმული იყო ილია მეორე და პატრიარქობა, ეს პატრიარქობა თითქოს გვარი იყო ილია მეორის, ხო? რაც რა თქმა უნდა გასაგები და ბუნებრივი და რაღაცით საყვარელიც ყია ესე ცდომები. კი ბატონო, შენ ახსენე რომ არჩევნების დროს არა მარტო შიოს მხარემ, არამედ მისმა კონკურენტებმაც რაღაცნაირად ხელი შეუწყეს იმას, რომ ჩაჩეხესო, რომ ისაიას კანდიდატურა არ დაყენებულიყო, ან მეუფე დანიელის, უფრო კონკრეტულად რო ახსნა ეს რა მოხდა რეალურად. მოდი ესე ვთქვათ. რა თქმა უნდა მოსაყრე იყო მოცინავე ამ ყველაფერში, მაგრამ არც მიტროპოლიტი აბრაამის და არც მიტროპოლიტი აბრაამის საშუალო გრიგოლსაც და არც მეუფე იობის ფარებ, აბსოლუტურად ესეც გაუგებარი კი არ არის, ანუ პასუხისმგებლობა მათ შორის მეუფე დანიელსა და მეუფე ისაიაზეც იყო. აქ რატო ერთი შეიძლებოდა იმგვარად ინტერპრეტაცია მართვა გამგეობის, როგორადაც ინტერპრეტირდა, ანუ რამე სრულიად თავისუფალი ინტერპრეტირება კი არ გახოდათ ეს. უბრალოდ, ამ ჩვენი აზრით არ მივდა, ხო, ამ ტილის ტყავება. მეორე, ის იყო რომ ბოლოს კითხვეს, რომ აი მივცეთ, არ მივცეთ, მაგრამ ის ვადა, როცა შეეძლოთ მათ აქტიურად ემუშავათ, რომ რაღაცა მეუფე დანიელი შემოეყვანათ კონკურენციაში და შესაბამისად მისგან მიიღოთ შემდეგ ხმები, თქვათ, ის თუ დამარცხდებოდა, რომ მესამეზე გავიწყდა, ხო? ეს არ მოხდა. იმიტომ რომ მეუფე დანიელის ხმების ნაწილი წავიდა შიოსკენ, აქ შეიძლებოდა თავისუფლად გამოეცალათ ამჟამად უკვე მისი უწმინდესობისკენთვის და მაშინ მოსაყრისთვის ხმები და ერთი ხმით მოეგო სადღაც ჩემი კალკულირებით, რა. შანსი ახლაც იყო მოგების, მე არ ვიცი როგორ და რანაირად იმუშავეს ეპისკოპოსებმა და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია რომ ვერაფერი გააწყეს, ხო? ჩვენ აქ უნდა ვიგულისხმოთ ასევე ისიც, რომ რა თქმა უნდა სახელმწიფო მხარდაჭერა მოსაყრის მხარეს იყო, ჩვენ უბრალოდ არ ვიცით და ვერც ერთმა კანდიდატმა დაადასტურა ვერც ერთი მტკიცებულებით სამწუხაროდ, ხო? თუ ასეთი იყო, რა თქმა უნდა, რომ ეპისკოპოსების მოსყიდვას ჰქონდა ადგილი ან რაიმე მსგავს. მე ვფიქრობ, რომ ამ არჩევნების ბედი მაინც გადაწყვიტა ძალიან კაცრმა კონკურენციამ ყველას მხრიდან და მათ შორის იმან, რომ მეუფე დანიელმა და მეუფე ისაიამ 95 წლიდან მოყოლებული მართვა გამგეობის
დებულების დაზუსტება არის უყურეს, როცა მეუფე ისაიას თავად არჩევნების პატრიარქის გარდაცვალების შემდეგაც ვერ გაიგო ვერავინ, უნდა თუ არა პატრიარქობა ეს ერთი და მეუფე დანიელს აშკარა იყო, რომ გამოკვეთილი ფავორიტი იყო იქამდეც და მასაც არ უფიქრია მართლა გამგეობის ეს დებულები, ამ დებულების თქვათ დაზუსტება. ძალიან რთული იყო და არგუმენტი ჰქონდა შემდეგ მოსაყრეს, რომ მე პროცესში რატომ უნდა ვცვალო წესები, ხო? ანუ თამაშის წესები, თამაშის დროს ხო არ უნდა იცვლებოდეს, ხო? ეს იყო მისი არგუმენტი. ჩვენი მართლა გამგეობით ეს შეიძლებოდა, მაგრამ ნუ მოსაყრემა და სხვებმაც ესე ცალკბა თანხმობით მათაც იფიქრეს, ანუ სხვებმაც იფიქრეს, რომ მეუფე ისაია და დანიელი მათი კონკურენტებიც იქნება. ჩემთვის ან გაუგებარი არაფერი არ არის. მაგრამ ვისურვებდი, რომ უფრო კონკურენტული ყოფილიყო, თუმცა კიდევ ერთხელ დღევანდელი სცენა, როცა პირდაპირი მნიშვნელობით მისმა პოტენციურმა ოფიციალურმა კონკურენტებმა გასაყდრეს შიო მესამე ყველა კითხვას აცლის, ყველა ეჭვს აცლის, ასე ვთქვათ, საფუძველს და ეს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ლეგიტიმაცია შიო მესამისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ხმათა ის რაოდენობა არ იძლევა იმხელა მანდატს, როგორიც რაღაც ზვიად გამსახურდია მიშა სააკაშვილმა თუ ბიძინა ივანიშვილმა მიიღეს, ხო? ეს არის 22 ხმა, ნახევარს არის გადაცილებული 3 ხმით. ეს არის ბევრი, შესაბამისად აი ასეთი სიტუაცია გვაქვს. ხო, ანუ როგორც მივხვდი, შენ საუბრობ შესახებ, რომ მეუფეობმაც და გრიგოლმაც იფიქრეს, რომ ერთმანეთს აწყობდათ დამატებით კონკურენტები, ხო? მეუფე ისაიას და დანიელის სახით. და რაღაც ვარიანტში მათაც მხარი დაუჭირეს, რომ ეს არ გადახედილიყო. ამაზე არის საუბარი. იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ, მე რა, უმრავლესობა მათ მხარეს შეიძლება ყოფილიყო, ხო? თუ მეუფე დანიელი, ნუ საკუთარ თავის წინააღმდეგ ხო არ იქნებოდა. მეუფე დანიელის ხმებს რო ამატებ, ამ ხმებს გამოდის სადღაც 21 ხმა. ანუ უმრავლესობა ჰქონდათ პოტენციურად. თან გაითვალისწინეთ, რომ მეუფე გრიგოლის და მეუფე იობის ხმებს საკმაოდ მყარი აღმოჩნდა. მყარი აღმოჩნდა კი არა, სინოდის შედეგი გაიუმჯობეს, ეს ან 14 ჰქონდათ ჯამურად ერთად და შემდეგ 16 ჰქონდათ. ამას რო დამატებოდა მიტროპოლიტი დანიელი, თან ეს ხო მექანიკური შეჯამება არ არის მხოლოდ, ხო? ეს დამატება მე კიდე გამატებს რაღაცას, ხო? აი ამ ეკონომიკური პრინციპია, ხო? რაღაც მომენტში, როგორ ვთქვა, ეს არ მოხდა რა, ანუ ან მე იმას კი არ ვამბობ, რომ აქტიურად ჩააგდეს მეუფე იობმა და მეუფე გრიგოლმა. არა, ესეთი პროაქტიურები არ იყვნენ, მეუფე დანიელმაც არ იაქტიურა, მეუფე ნიკოლოზის ახმოვანებდა ძირითადად იცავდა მის ინტერესებს. მაგრამ საბოლოოდ როცა მოვიდა დრო, მეუფე დანიელი წავიდა და გადაიხარა ისევ მიტროპოლიტის შიოსკენ. ხო, ნუ მეუფე ნიკოლოზის პოზიცია იყო საინტერესო. მისი მომავალი, როგორ შეიძლება ყოფილიყო მისი მომავალი პატრიარქობა. თეატრო მეუფე ნიკოლოზის პოზიცია იყო საინტერესო, როგორც ამბობენ, სწორედ მან გააფუჭა ბიულეტენი, ანუ არავის არ მისცა, ხმა? არ ვიცი, შეერამდენად დადასტურებ ამას რო იცი. მეუფე ნიკოლოზ გულისხმობ, ხო, თუდად გავიგე? ხო, დიახ, ანუ ბიულეტენი მან გააფუჭა. მეუფე ნიკოლოზმა გააფუჭა, რა თქმა უნდა, ბიულეტენი, ხა ამ ბოლოზე ვინ გააფუჭა, ნამდვილად ეს არის საკუთარ რთული სათქმელია, მაგრამ ნუ ლოგიკური ვარაუდია, რომ კлау მეუფე ნიკოლოზმა ნიშნად იმისა, რომ ხო, ნუ აი არ მომწონს რა თქვენით, მარც ერთ. ხო, ანუ აქ როცა სხვების პასუხისგებლობაზეც ვლაპარაკობ, ხო? აშკარაა, რომ ამ პასუხისგებლობას მხოლოდ რაღაც როგორც დამკვირვებელი არ ვხედავ, ხო, ის მხარეც ხედავს. იმიტომ რომ მან რაღაცა თავისი მხარდამჭერებისკენ და თანამებრძოლებისკენ კი არ წაიღო ხმა გაისხო, ხო? მის გასროლა არ არის თქვენი თვით რომ ესე რომ ვინმეს მხარდამჭერა თუ გინდა ასე არ იქცევა და ძალიან კონკრეტული რაღაცა. კი ბატონო, შენ ახსენე რომ აი კონკურენტებაც მიიღეს მონაწილეობა ინტრონიზაციაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ხო დაძაბულობა მათ შორის ძალიან აღარ ისმის ხმა. ეხლა ისმის ჩემი ხმა.
კი, აი ახლა ეს. ხო, ნუ შენ ახსენე რომ გამოჩნდა ინტრონიზაციაზე რომ დაძაბულობა კონკურენტების შორის მოხსნილია, მათგანაც აქვს ლეგიტიმაცია მეუფეშიოს, მაგრამ ჩვენ გვახსოვს სამწუხაროდ აღარ მესმის ხმა. ისევ აღარ გესმის? აი ახლა მესმის. ხო, კი ბატონო, მე იმედი მაქვს, ხო. ანუ შენ ახსენე რომ გამორჩა ინტრონიზაციაზე რომ დაძაბულობა აღარ არის, მათ შორის მოხსნილია კონკურენტების მხარდაჭერაც აქვს, თუმცა იყო ერთი მეუფე, რომელიც ძალიან წყდება მე რა ხმა. ხო, იყო ერთი მეუფე, რომელიც ძალიან მწარედ გამოვიდა არჩევნებამდე, მეუფე ზენონზულის ხო. არ გესმის? ის სამწუხაროდ. ხო, სამწუხაროდ ვერ გავიგე კითხვა. ეხლა თუ გესმის ასე. აი ამ წამს მესმის, მაგრამ რაღაც მომენტში იკარგება. ხო, მე მინდოდა მეუფე ზენონზე მეკითხა, რომელიც სხვებზე მწარე იყო გამოსვლებში. მწარე იყო. არ ვიცი დღეს იყო თუ არა ინტრონიზაციას მე არ დავწირვები ვარ. არ იყო ხო. არა, ორი ზოსიმე, მიტროპოლიტი ზოსიმე, რომელმაც ბოლოს თქვა რომ მამივეციო მიტროპოლიტ შიოსო, მაგრამ ნუ ჩვენებები იცვლებიან ხოლმე ვიღაცების გამარჯვების შემდეგ, ამიტომ ეს მხედველობაში ამისახები და მეუფე ზენონი პრინციპულად არისო. მას მიაჩნია რომ ის იყო საშიში კანდიდატი, მიაჩნია რომ მღვდელმთავრები რაც მე ვიცი უბრალოდ რაც მღვდელმთავრები მოიქცნენ არასახარბიელოდ, მათ ვერ გაბედესო იმის თქმა რომ ვთქვათ კათოლიკოს პატრიარქი არის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი და მისი აზრით მან საკმარისად არ ახსნა რატომ შეიძლებოდა დაეჭირა მხარი რუსეთის საპატრიარქოს მისთვის და ყურადღება მიაქციეთ თან მიუხედავად სიმწარისა და დიდი სიმკვეთრისა მთავარეპისკოპოს ზენონს არ უთქვამს ის რისი მტკიცებაც პრინციპულად შეუძლებელია ხო რომ ის არის რაღაცა რუსეთის მიერ დასმული და დანიშნული ხო კითხვა ლოგიკური იყო ამაზე პასუხი ალბათ არსებობს და ეს არის ის რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოში საგარეო პოლიტიკური მიმართულებით სჭირდება სტატუს-კვოს შენარჩუნება მე ვერ ვიტყვი რომ ვთქვათ ვიღაცები ძალიან არევდნენ ამ სტატუს-კვოს ხო ნაწილში არევდნენ ნაწილში არ არევდნენ რევოლუციური გარდაქმნის მომწყობი ესე თვალით რო შეხედო ალბათ უფრო მეუფე გრიგოლი იყო მაგრამ შემდეგ პროცესში ეს რო გამოწვევებს ქმნის ვინ რას იზავს კაცმა არ იცის ხო ეს ჩემთვის პირადად გასაგებია მე არ ვაპირებ რაღაცა ამ რიტორიკის უსასრულო ღეჭვას მიუხედავად იმისა რომ ცდარი მგონია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო პოლიტიკა სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან ურთიერთობაში განსაკუთრებით უკრაინასთან ურთიერთობაში განსაკუთრებით კონსტანტინოპოლის საერთო როლის აღიარებაში და ასე შემდეგ ნუ მინიმუმ ცდარი მგონია ხო იმიტომ რომ ერთი შემთხვევაში მგონია რომ რუსეთის საპატრიარქოსგან მყიდულობ ჰაერს პირდაპირ არ აღიარებს დღესაც თქვა მიტროპოლიტმა ნიკოლოსმა რომ აი იცავს კირილი რომ არ აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელ რაღაც აფხაზებს და არ შეყავს თავის იმაში რეალურად დე ფაქტო მიტაცებული აქვს აფხაზეთის მიწა ანუ სულიერი ექსპანსია განხორციელებული კათოლიკოს პატრიარქის ტიტულში არ იხსენიებს ხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტს აი რას ყიდულობთ აი შევიდეს კირილი იქ ისედაც ვერ ვაკონტროლებთ ხო ხო ფაქტია რომ სანამ ჩვენი საერო იურისდიქცია არ აღდგება იქ შეუძლებელი იქნება საეკლესიო იურისდიქციის განხორციელება და როცა საერო იურისდიქცია აღდგება იქიდან ისეთი კინწისყრით გამოყრის საკუთრებიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ექსპანსიას ამ ოკუპანტებს ხო აი ამ ტაძრების როგორც დაგიბარებიათ ან რას ყიდულობთ ვერ ხვდები ამის შენარჩუნება რა თქმა უნდა კირილს უნდა იმიტომ რომ კირილს არ სურს რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიაროს კიევის როგორ ვთქვა ავტოკეფალია ხო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და შესაბამისად ცნოს კონსტანტინოპოლის უფლება ანიჭებდეს საერთოდ ასეთ რაღაცა ავტონომიასა თუ თვითმწყემსობას ეს არის სწორი სიტყვა თვითმწყემსობას ამა თუ იმ ეკლესიას ხო
შესაბამისად, ხო, ესეც არასწორი, ანუ ამაზე გეუბნებიან ხოლმე არგუმენტი არის, რომ იმას არ ვაღიარებთ, იმიტომ რომ ეს არ წაგვართვან, კრეტას არ ვაღიარებთ, იმიტომ რომ აი ესეთი რაღაცები არ მოხდეს და ნუ კიდე რაღაც თეოლოგიურ პრობლემებს ხედავენ, ხო? რაც ასე ვთქვათ, ნორმალურია დაინახო, რა პრობლემა კი არ მაქვს. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს სრული უფლება განსაჯოს ისე მათ შორის თეოლოგიურად, როგორც მას სურს, ჩვენ ამის შეფასების უფლება შემდეგ, რა თქმა უნდა, გვაქვს, მაგრამ ნუ ეს არ არის კარგი. მე ვისურვებდი, რომ კათოლიკოს პატრიარქი გასაგებია, რომ ის ჩვენი მხარე, აი რაღაცა ეს მისტიკური ჩვენი მხარის პოზიციებს სრულად ვერ გაიზიარებს და არ გაიზიარებს, მაგრამ ვისურვებდი, რომ ის შეხედავს აი ამ მხარებს როგორც სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და როგორც ნახევარი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. აღსანიშნავია, რომ კათოლიკოს პატრიარქი უფრო რო გავაქართულოთ, არის ნიშნავს საყოველთაო მამამთავარს, ხო? ამ საყოველთაობაში იმედია ის იპოვის საკუთარ მწყემსთავრობას, რომელშიც ჩვენ ყველა მას დღესთან ისეთი დღეა ისტორიული, ხო? ყველასთვის, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, იმიტომ რომ განგრძობადობა უზრუნველყავით ამ ქვეყანაში უძველესი ინსტიტუტის, რომელიც ამ ქვეყანას მომავალში ძალიან გამოადგება, ხო? ხა პატარა მონაკვეთები თუნდაც 10 წლეულები, სადაც აი ეს ჭიდილი არსებობდა, ხო? რაღაცა ეკლესიასა და სამოქალაქო საზოგადოებასა თუ რაღაც კონსტიტუციის ზოგიერთ თავისუფლებას შორის არაფერი არ იქნება იმასთან, რაც მომავალში შეიძლება მივიღოთ მისგან როგორც დამაბალანსებელი ინსტიტუტი, ხო? ამის დაკარგვა არ შეიძლება, ეს სასიხარულო რამ არის და ამ დღეს ჩვენ შეგვიძლია სურვილების რაღაცა უსასრულო კრედიტი გავცეთ. ყოველ შემთხვევაში წინასწარ არ ასე ვთქვათ, არ ვივარაუდოთ ბოროტი, ხო? იმიტომ რომ კათოლიკოს პატრიარქობა თავისთავად როცა ერთი ხდები, ხო, საკუთარი სახეობის ერთი ხარ, ხო? პატრიარქად რაღაც მატრანსფორმირებელი ძალა აქვს, ხო? თუ შეხედავთ მაგალითად ბიძინა ივანიშვილის ორ პრეზიდენტს, ხო? პირობითად. მათ ხასიათი შეიცვალეს და შეიცვალეს კი არა ზოგიერთი რაღაცა ოპოზიციის ლიდერადაც ჩამოყალიბდა და დღემდეა, ხო? მიუხედავად იმისა, რას ეძახდნენ მას, ხო? მე მინდა ვისურვო, რომ არა ოპოზიციის ლიდერი, არამედ ყველას, ანუ პრინციპებზე იყოს ეკლესია შეთანხმებული, რომ ცხადი იყოს, რას იცავს ეკლესია, იცავს პარტიას თუ იცავს პრინციპს. პრინციპებს შეიძლება არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ პატივისცემას იწვევდეს ის, ვინც ამ პრინციპებს ატარებს. მაგრამ პარტიულობა საქართველოში არავის უყვარს. განსაკუთრებით პარტიულობას გულისხმობ სასულიერო პირის მხრიდან, ხო? ეს ითვლება უკიდურეს მიკერძოება და თუ დააკვირდებით ქართული ოცნების მხარდამჭერებს, როგორცვე ისინი მღვდელს აღიქვამენ ოპონენტად და არა მღვდლად, მაშინვე შეუძლიათ მისი გინება, ხო? აი, ქართული ოცნების პოლიცაბჭოშია ის ადამიანი, ანუ საპატრიარქოს კი არ ელოდება. წარმოგიდგენიათ, კათოლიკოს პატრიარქი რო გამხდარიყო ის, ვინც მათ არ სურდათ, ხო? იგივე სტანდარტი იმუშავება. იგივე სტანდარტი იმუშავებს ახალ კათოლიკოს პატრიარქზე. და უკვე ვნახეთ ეს, ხო? ილია მეორეს ასე ვერავინ აკრიტიკებდა, შიო მესამეს აკრიტიკებს იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლება ეკლესიას, ან მის პატრიარქის გარემოცვას აკრიტიკებდა ხოლმე წლების წინ. ეს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციაა და მეტყველებს იმაზე, რომ ერთი პატრიარქის ავტორიტეტით ორი პატრიარქის მმართველობა შეუძლებელია. ეს ნიშნავს ასევე იმასაც, რომ მისმა უწმინდესობამ საკუთარი თავი უნდა გამოგვერთოს, ხო? საკუთარი პატივისცემა დაიმსახუროს, კარგია, რომ მას სურს იყოს წინამორბედის რაღაც გაგრძელება, მაგრამ ეკლესიას არ აურჩევია ახალი ილია მეორე, მან აირჩია კათოლიკოს პატრიარქი ახალი, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც არქიდიაკონმა დღეს მას უთხრა, უნდა ამკობდეს ამ ტაძარს, ხოლო ეს ტაძარი კი არ უნდა ამკობდეს და
აძლიერებდეს მის ავტორიტეტს, არამედ თავად იყოს, ხო, ამ ტახტის განმადიდებელი. სახელგამთქმელი, ხო? ყველგან. და ამაში ასევე მინდა ვუსურვო მას უდიდესი წარმატება და გამარჯვებაც კი. კი ბატონო, შენ ამბობდი რომ 17 მაისს გამოჩნდება ზოგადად როგორი იქნება, რატო აკეთებ აქცენტს ამაზე, დამით დავასრულოთ მოკლედ რომით. 17 მაისი იყო დღე, რომელიც ჩემი აზრით რა დროსაც თქვა ოჯახის სიწმინდის დღის დაწესება იყო ძალიან ცუდი იდეა, იმიტომ რომ თავისთავად ოჯახის სიწმინდეს, ოჯახური ფასეულობების რასაც უნდა ინიშნავდეს ეს, ხო, ზოგჯერ ძალიან პრიმიტიულად ეს მithomne, მაგრამ ყველა ქრისტიანს, მათ შორის დასავლელ კლასიკურ ლიბერალს ჯერა რომ საზოგადოების უმცირესი ატომები ვართ არა მხოლოდ ინდივიდები, არამედ ოჯახები, ხო? ანუ ოჯახის გარეშე ოჯახის ინსტიტუტის მოშლა დემოკრატიას არაფრით არ ეხმარება, განსაკუთრებით ლიბერალურ დემოკრატიას, ხო? ჩვენ ჭირდება მისი შენარჩუნება, ამის შენარჩუნების ერთ-ერთი საუკეთესო გზა დასავლურ ცივილიზაციაში იყო ქრისტიანული ქორწინების მოდელი, რაც ეროზიას განიცდის ყველგან, მათ შორის შობადობა იკლებს და ჩვენთანაც ასეა, ხო? ქვეყანა არ არის ლამი, სადაც ქვევით არ მოდის ეს მაჩვენებლები, სხვადასხვა მიზეზის გამო. ანუ ეს როცა შეიძლება და ყოფილიყო მართლა არასაჭიდაო თარიღი, მათ ეს დღესასწაული შემოიღეს თარიღზე, როცა ადამიანები ცემეს, ხო? ვიღაცა ხუთი გოგო ტკივილი მიაყენეს, ხო? ეს ხო არ იყო თან რაღაცა ვოუფისტური ჯგუფი, რომელიც მათგან ითხოვდა, რომ აი ეს ქესსა და რაღაც ქესობრივი ზღვარი წავშალოთ ან რამე, ხო? იყო რაღაც ნუმცემო ადამიანი ამბობდა და ეკოზე გამოიკიდა და ცემა. ანუ აი ეს მოხდა, ხო? ეს ცუდი რამ არის და ამ დღეს როგორც წესი ხელისუფლება აქტიურად იყენებს ხოლმე საკუთარი აი ამ უაზრო სულელური კანონების ბირო მიიღეს ახლა აი LGBT შემზღუდველი, ანუ უფლებები არ იყო და შეზღუდდეს, ანუ აი ვერავინ ვერ იგრძნო რომ არსებობს, აი მაყურებელს შემიძლია ხა პირდაპირ ვკითხო, აი რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში აი ამის მიღების შემდეგ, გეებს აღარ ხედავთ ქუჩაში თუ აი რა ხდება, ხო? გეებისთვისაც არაფერი არ შეცვლილა. და აი ეს რაღაცა შეიცვალა მხოლოდ ქართული ოცნებისთვის, რომ უბრალოდ გაიმაგრა შირმა, რომ ვითომ ეს რაღაცა ძველი სოციალისტებში მყოფი პარტია წარმოადგენს რაიმე კონსერვატულ ძალას, ან ენა ესმის საერთოდ, ხო? და ამაში არ უნდა დაეხმაროს ეკლესია მას. არ უნდა აქოს ხელისუფლება. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა დიდი სამწუხაროდ რა მოიწურა, მადლობა დიდი ლევან სუთიძე, ტაბულას რედაქტორი, რელიგიის მიმომხილველი გვერდთვებოდა. ჩვენ გვაქვს რეკლამა, რეკლამის შემდეგ ჩვენი სტუმარი იქნება ზვია ცეცხლაძის, პატიმარ ზვია ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე. იცით რომ დღეს ბევრი ისაუბრეს ინტრონიზაციის დროს პატიმრების შეწყალებაზე და რა მოლოდინი აქვს პატიმრების შობლებს, ამაზე ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში. ჩვენ დავბრუნდით ეთერში, პირველ ნაწილში ვისაუბრეთ აღსაყრების შესახებ, ინტრონიზაციის შესახებ, რომელიც ჩატარდა სვეტიცხოვლის ტაძარში და იქ ყველაზე ხშირად ერთ-ერთი სიტყვა, რომელიც ისმოდა, იყო შეწყალება, ბევრი საუბარი ყო მის შესახებ, რომ ახალი პატრიარქის პირობებში შეიძლება მოხერხდეს თუ საპატრიარქო მიმართავს ხელისუფლებას აქციებზე დაკავებულების, აქციების დროს დაკავებულების და სხვა დროს დაკავებული პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გამოშვება შეწყალების სახით თუ სხვა სახით. გაგაცნობთ რამდენიმე განცხადებას, რომელიც გაკეთა მეუფე მიქაელი ამბობს, ჩვენ ვერც ვერავის დავიჭერთ და ვერც ვერავის გამოუშვებთ. ეს არის სახელმწიფოს საქმე. საერთოდ მონანიება არის პირველი, არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია გამოვიდეს და თქვას, არ ვინანიებ, ჩემს სოდვასო და სწორი იქნება ესო. ასევე მეუფე დანიელმა განაცხადა, შეწყალება ქრისტიანული სათნოებაა და იმედი მაქვს, რომ შესაძლებელი ასეთი რამ განხორციელდესო. ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, ახალი არაფერი მაქვს სათქმელი, ჩვენ რამდენჯერმე ხომ მივმართეთ, თუ შესაძლებელი იქნებოდა მსუბუქი დანაშაულის მქონე პატიმრებისთვის, სხვანაირად განემარტათ მათი ბრალი და თუ შესაძლებელი იყო შეემსუბუქებინათ. ამაზე საუბარი რამდენჯერმე გქონდა და არ გამოვრიცხავ. ამაზე კიდევ გქონდეს საუბარი, რადგან ეს ხალხი უცხოარ არის ჩვენთვის, არც ეკლესიისთვის და ზოგადად შემთხვევაში ურთიერთობაც გვაქვსო, პირადი ურთიერთობაც გვაქვსო, განაცხადა ჯაღმაიძემ და მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ შერიგება უნდა მოხდეს, ჩვენ შევძლებთ შერიგებას, აი ამ რთულ პერიოდში შევძლებთ შერიგებას, როცა მთელი ერი იქნება საღვთო მსახურებაში, როცა ყველა მოინდომებს, რომ ღმერთის მსახურებაში ჩაერთოსო, განაცხადა მან, რაც შეიძლება პოლიტიკოსებს
ხო, მეუფე დოსითეოსის განცხადებას გაგაცნობთ, კიდევ მის უწმინდესობას რაღაც დრო უნდა მივცეთ, ჩემი პოზიცია არის, რომ ქრისტეს სიყვარული ყველას უნდა მისწვდეს და უნდა იყვნენ შეწყალებულნიო, თქვა მან. რას ამბობენ პოლიტიკოსები? შალვა პაპუაშვილმა თქვა, შენდობას წინ ყოველთვის უნდა უძღოდეს სინანული, არის თუ არა სინანული მატჩი, რომლებსაც სცადეს ადამიანების ცოცხლად დაწვა, მოლოტოვის კოქტეილებით, პარლამენტის გადაწვა, ქვეყნის დამხობაო. მამუკა მდინარაძე აქციების დროს დაკავებულების შეწყალებაზე ამბობს, ეს არ არის ჩემი ან ქართული ოცნების განსაზღვრის საკითხი, სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციას კი შეიძლება ეზედმეტოსო, თქვა მდინარაძემ. ჩვენ სტუმარი არის ზურაბ ცეცხლაძე, ერთ-ერთი პატიმრის ზურაბ ცეცხლაძის მამა, მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, თუნდაც ამ განცხადებებიდან გამომდინარე? მოგახსენებთ, მოგესალმებით, თქვენს მაყურებელს მივესალმები. მადლობა მოწვევისათვის. რაც მოვისმინეთ, განცხადებები ძალიან შერეული მოსაზრებებია. პოლიტიკოსებს არ გულისხმობ, რელიგიების მსახურებს გულისხმობ. ვნახეთ, რომ მთლიანობაში როგორი პოზიცია ფაქტობრივად მაინც ითხოვენ, რომ არ ჩადენილი დანაშაული მოინანიონ და აქედან გამოდის ყველა, ვინც რაიმე განცხადებას აკეთებს. შესაბამისად, მოლოდინი რომ მიმართვა განხორციელდეს ისევ ხელისუფლებაზე, განსაკუთრებით ჯაღმაიძის შემთხვევაში მინდა გავამახვილო ყურადღება, უკვე სამჯერ მივმართეთ და ფაქტობრივად შედეგი არ გამოიღო. ეხლა უნდა რაღაცა პერიოდი უნდა ავიღოთო, ანუ არ ვიცი მე ეს პერიოდი რისთვის სჭირდებათ, მაგრამ რეალურად ცალსახად ჩანს, რომ არ არის ჯერ ის ავტორიტეტი, პირობითად ახალი პატრიარქი, რომლის თხოვნამაც შეიძლება რაიმე შედეგი გამოიღოს. ამავდროულად ალბათ მაინც ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ხელისუფლება ღებულობს ქვეყანაში, რეჟიმი ღებულობს, ამიტომ მიმართვა იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ წინასწარი შეთანხმება იქნება, რომ აი შევიწყალებთ და მოგმართეთ, თორემ ასეთ შემთხვევაში მიმართვისთვის, რომელიც შედეგს არ გამოიღებს და აი ამ არაფრით დაიწყოს პატრიარქობა, არც ეგ არ იქნება სწორი მოღვაწეობა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ არაფერი არ შეიცვლება, რეალურად მიმართვა გარკვეული პერიოდი არც მოხდება, სანამ რაღაც არ გაირკვევა და ბოლოს ქვეყანაში არ არის ის მოცემულობა, რომ რაღაც ცვლილებებისთვის მზად იყოს ქვეყანა, ხო? ჩვენ ვხედავთ, რას მოაქვს ცვლილებები? ცვლილებები მოაქვს ძალას, ანუ ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს რაღაცა ძალა როა. დღეს არის რაღაც დაბალანსებული სიტუაცია, სტატუს კო არის, ისინი ისე არიან, როგორც არიან, პროტესტი და ოპოზიცია ისე არის, როგორც და აი რაღაც სტაგნაციასავით არიან, დგანან, უყურებენ ერთმანეთს, ასე გამოდის. და ამ პატიმრების გამოშვება, ძალთა ბალანსს შეცვლის, ხომ, ცალსახა. აქედან გამომდინარე, როცა ამის წინააღმდეგ ამისათვის არაფერი არ კეთდება, აქეთა მხარე არ ძლიერდება, რისთვის გააკეთონ ეს, რატომ? იმიტომ რომ თავიანთი პოზიციები შეასუსტონ. არ არის ეს მოცემულობა, ცვლილებების მოცემულობა არ არის ქვეყანაში, თორე ვინმეს განცხადება არ განცხადება და მიმართვა, არ მიმართვა სულ არ იქნება საჭირო. აქ უბრალოდ პოლიტიკური მოცემულობა უნდა შეიქმნას იმის, რომ უნდა გაუშვათ და ეს არაფერს არ შეცვლის ქვეყანაში, უბრალოდ მართველი რეჟიმის პოზიციებს არ შეასტუსტებს, არ დააზარალებს. ამაში რომ დარწმუნებიან, მე გააკეთებენ, რა თქმა უნდა, ამათ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მიმართვა არ იქნება ჯერ ერთი და რომ ციხოს ეს მიმართვა, ეს შედეგს არ გამოიღებს, მით უფრო რომ აქ საუბარი ალბათ 24 წელში დაკავებულ პოლიტპატიმრებზეა საუბარი, თორე 4 ოქტომბრის შემდგომ დაკავებულების ჯერ სასამართლო პროცესები ზოგის დამთავრდა, ზოგის არ დამთავრებულა. ამათზე საუბარი საერთოდ არ არის, მე მგონი. ორ სიტყვით. ჯაღმაიძემ ახსენა, რომ სუბუქი ბრალდება ვისაც. სუბუქი ბრალდება, ხო, დიახ. იმათ უკვე ფაქტობრივად 6-7 და აი ისეთი წლები მიუსაჯეთ. პოლიტიკოსების განცხადებაზე განსაკუთრებით, აი პაპუაშვილი უბრალოდ რაღაც აჩემება აქვს ამ კაცს, რამოდენიმე ტერმინი აქვს დაზეპირებული, აი მოლოტოვის კოქტეილი, ადამიანების დაწვა, უნდათ პარლამენტის გადაწვა, არანაირი ფაქტი ამ პატიმრების მიმართ.
არანაირი მტკიცებულება, ორი ინსტანცია პროცესები გავიარეთ, პროკურატურას არ მოუტანია. მოლოტოვის კოქტეილი თან სროლა იყო 23 წლის აქციებზე. გრიგორიადისი რაზეც იჯდა. ერთი შემთხვევა იყო. 24-ის არჩევნებზე არც ყოფილა. აბსოლუტურად არაფერი არ ყოფილა. საუბარია რომ თვითონ სახში აღმოუჩინეს თქვენ შვილს. ხო, არა, სახში რომ აღმოუჩინეს, მაგაზე საუბარი არის და ყველამ ნახა რომ ჩადებული მოლოტოვის კოქტეილები იყო, იმიტომ რომ ამ მოლოტოვის კოქტეილებზე ექსპერტიზა არ ვიცი, ექსპერტიზა, თითის ანაბეჭდების ექსპერტიზაც კი არ გააკეთეს. ეგენ დარწმუნებული რომ ყოფილიყვნენ და ზვიადის ყოფილიყო 15 ექსპერტიზას გააკეთებდნენ და იმას ააფრიალებდნენ ყველგან რომ ზვიად ცეცხლის ანაბეჭდებია ბოთლებზეო. ხო ხდებით, აი უბრალოდ ასეთი უპასუხისმგებლო კი არის თვითმარქვია პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ ადამიანი ხო არ რაღაც ასაკის კაცი ხო არ როგორ არ ცხვენი ასეთ უპასუხისმგებლო და აი რაღაცნაირად დაბოღმილ გაბოროტებული ადამიანის სიტყვებს ისურის აერზე და შეურაცხყოფას აყენებს ამ პატიმრებს. არ ვიცი, ჩვენ ვუჩივლეთ და ვერაფერი ვერ ვუქენით ამ რეჟიმის პირობებში, იმიტომ რომ არ მიიღეს წარმოებაში, მაგრამ აუცილებლად სტრასბურგამდე ჩავალთ და აი უპასუხისმგებლო სიტყვებისათვის პასუხს ვაგებინებთ მაგ ადამიანს. ხო, საუბარი არის, როგორც ხედავთ, მაინც მონანიებას ითხოვენ, ხო, ხო, მარტო შალვა ბაბუაშვილმა არა ეს ხა ერთ-ერთ მაღლობთან მომაც თქვა, რომ სინანული საჭიროა, ხო? ნუ იგივე ხა ეკლესიაში როცა მიდიხარ, იქ რაღაცა ცოდვებს ვინანიებ, ხო? და მე ხდება ასე ვთქვათ, ეს ცოდვების მიტევება. ამ შემთხვევაში რამდენად შეიძლება ეს მოხდეს, ასე ვთქვათ, რომ რაღაცემა აღიარონ, მოინანიონ, რასაც ითხოვენ. ნახეთ როგორი რაღაცა რეალურად მოსანანიებელი არაფერი არ არის, იმიტომ რომ დანაშაული არ არსებობს. პროკურატურა დანაშაული თემა ის არის, რომ თქვენ დანაშაულს არ აღიარებთ. ხო, დანაშაული არ არსებობს. სწორედ ეგ არის, პროკურატურამ დანაშაული ვერ დაუმტკიცა. მე შემიძლია საკუთარ შვილზე ვთქვა, რომ პროკურატურამ მტკიცებულებები ვერ მოიტანა. ორი მთავარი მტკიცებულება იყო ზვიადის საქმეში. ეს არის მოლოტოვის კოქტეილები, ეს არის მისი ლაივი. და მოწმეების დაკითხვა. მოწმეები, რომლებიც მოიყვანეს 28 და 29 ნოემბრის დროს დაზარალებული მოწმეები მოიყვანეს, მაშინ როცა ზვიადი საერთოდ თბილისში არ იყო, მამა გარდამეცვალა და პანაშვიდებზე იყო ბათუმში. 30-ში ჩამოვიდა ზვიადი და მოწმეები მოიყვანეს პოლიციელები, რომლებიც ამბობდნენ, რომ 28-ში და 29-ში დაზარალდნენ. თვითონ მოლოტოვის კოქტეილები, რომლებიც მოიტანეს, შეუტანეს და დაუდეს ამ ფაქტთან დაკავშირებით, ხომ? ჩხრეკა ჩაატარეს ისე, რომ გადაღება არ აწარმოეს, ადვოკატი არ დაასწრეს, ნეიტრალური პირი არ დაასწრეს, ზვიადმა ოქრცხელი არ მოაწერა. ეხლა მეტი რაღა უნდა ექნა, აშკარად შემოტანილი იყო და ის ბოთლები მე რო შემოიტანეს თავახდილი ბოთლები ისეთი მკვეთრი სუნი დადგა უცბათო, ისეთი მკვეთრი სუნი რომ უცბად გაიტანეს კი ნაღამ დავიხვეთ ბენზინის და რაღაცის სუნიო და რო შევედით არაფერი სუნი არ იყო და უცბად ხო შეიძლება არ გაჩენილიყო ასეთი რაღაცა. რეალურად მართლამასია ლაივს რაც შეეხება, მოიტანეს ლაივი დედანი სასამართლოზე ჩართეს და ხმა არ ქონდა. ეხლა მეტი რაღა შეიძლება და ამ ადამიანს ეუბნები რომ მოინანიე და გაგიშვებო. ანუ რაღაცა დაიბრალეო, ღირსების საკითხია, ხო, ღირსების საკითხია. მართლაც აი მე პირადად ასეთი რწმენის ადამიანი ვარ, რომ თუ ცოდვა გაქვს ჩადენილი, ის მიგეტევება მაშინ როცა მოინანიებ და მართლა იფიქრებ რომ სინანული მოვა შენთან და მაშინ გეკუდის მონანიებ, მაგრამ დაიბრალო დანაშაული, აქ ხო საუბარი არ არის, თქვა დანაშაული უნდა დაიბრალო და ზვიადის შემთხვევაში ორგანიზატორებას ედავებიან და მაშინ მთელი ორგანიზაციის სახელით უნდა დაიბრალოს ეს, მე ვიღაცას უნდა დააბრალოს რომ ჩემი ორგანიზებით რაღაცა ძალადობრივი ჯგუფი შეიქმნა და ასე. ხო ხდებით რამდენად აბსურდის წინაშე ვდგავარ. ამას სწორედ იმიტომ ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიღება რო გაართულონ, ამავდროულად თან თქვან რომ აი ჰუმანურები არიან, სახელმწიფო ჰუმანური უნდა იყოს, ეკლესია ჰუმანური უნდა იყოს, ეს ყველაფერი უნდათ, მაგრამ აი ჯიუტები არაკეთებენ იმას, რაც უნდა გააკეთონ. ამავდროულად ითხოვენ ადამიანებისაგან უღირს აქციას, უღირსი რა დაიბრალე დანაშაული და დააბრალე სხვა. ეს ვერანაირად ვერ მოხდება, არ არსებობს ამის მაშინ ეს ადამიანები ციხეში ღირსების გამოძიან, ციხეში შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი, დიქტატურა მყარდებოდა, ქვეყანა მიდიოდა ევროპის გზასაც და რაღაც ღირსებებმა გაიღვიძა ადამიანებში იბრძოლეს და მოხდნენ ციხეში და ეხლა უღირსის აქციელით გამოდი უკანო, ამას არ გააკეთებენ და მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ არის პროპაგანდის ნაწილი, ისე რომ აი ჩვენ კარგები ვართ, ეს ჯიუტის ბოდიში და
ჯიუტი ბავშვები თავისას არ იშლიან, ამ დროს საქმე იმაშია, რომ პროკურატურამ ვერაფერი ვერ დაუმტკიცა, რომ დამტკიცებულიყო რა უდევს წინ მოინანიო და თქვა, კი ბატონო, შემეშალა, კი ბატონო, არ ვიძალადე, არ უნდა მეძალადა და გასაგებია მოინანიო, მაგრამ არაფერი არ გიმტკიცდებოდეს და ადამიანს ეუბნებოდე რომ ჯიუტად რომ მიდი მოინანიე თუ გინდა გაგიშვა თუ არა და ძალაუფლება ჩემს ხელშია, პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო და არ გაგიშვებ, ასე არ ხდება ეგ. და ვერც მოხდება ასე. ხო, გვეტყო, თქვენ თქვით რომ რაღაც ისეთი სიტუაცია უნდა იყოს ქვეყანაში, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს იმედი, რომ პატრიოტების გამოშვებით მათ საფრთხე არ შეექმნება. დღეს როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებას არ აქვს უკვე ისე სიტუაცია მოგვარებული, რომ საფრთხე აღარ ექნება მას? არ აქვს მოგვარებული, ბოლომდე არ აქვს მოგვარებული ეს სიტუაცია. საერთაშორისო ფრონტზე არ აქვს მოგვარებული, დაალაგებული არ არიან ევროპასთან, ამერიკასთან. აი ახლა აპირებენ რაღაც მაისში ვიღაცა ჩამოვა, რაღაცას დაალაგდებიან. გაურკვეველ სიტუაციაში არიან სრულად. როგორც ოპოზიციაში გარკვეული გეგმა არ არსებობს ბრძოლის, როგორ მიზანი, როგორ უნდა მიიღწეს, რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა განხორციელდეს, ისე არიან ესეც. იმიტომ ვთქვი, რომ ზუსტად რაღაც ორივე მხარეს არის სტაგნაციის პერიოდი. ელოდებიან რაღაცას და ისინიც ელოდებიან საბოლოოდ გაირკვეს მათთან ურთიერთობა, მყარად რო იგზნობენ თავს და მიხვდებიან, რომ ამით არაფერი არ დააკლდებათ. აი ამნავიცაც გადადგამენ და მე პროპაგანდა შემოაბრუნებენ, როგორი ჰუმანურები არიან, როგორი კასტმოყვარეები არიან, რომ ადამიანის თავარი ღირებულება მათთვის რომ და ასე შემდეგ, ხო იცი როგორ პროპაგანდას მოფენენ ქვეყანას. მე ვფიქრობ რომ ეს მოცემულობა ჯერ არ აქვს. ეხლა გადავიდეთ იმ თემაზეც რომ აკავებენ პოლიციელებს, სპეცნაზმელებს და პოლიციელებს. ეს ხალხიც ეხლა პირველი რომ უბრალოდ გამოუაშკარავდათ და სახელი გვარებით ლამის თელმა საზოგადოებამ გაიგო ვინ იყო და მერეც თუ დააკვირდები დიდი უმრავლესობა უკვე ამ სამსახურებიდან წასულები არიან. ეს ადამიანები ამ ხელისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ უკვე. ხარება და მისი ხალხი გარეთ გაყრილი საფრთხეა, ხო? შესაბამისად, ამ საფრთხეების განეიტრალებასაც ნელ-ნელა აწარმოებენ და იქ ამ ხუთში სამი ყოფილია უკვე და ორი მოქმედი, ისიც ერთი დაცვის პოლიციის ვიღაც. თავარი სპეციალური ხო, ანუ იმის თქმა მინდა რომ იქაც საფრთხეები აქვს, იქაც არა აქვს ყველაფერი მოგვარებული და რეალურად ამიტომ არ არის მოცემულობა ქვეყანაში იმის რომ აი გადაწყვეტილება მიიღონ და შიში არ ქონდა რაღაცა ბალანსი დაირღვევა და სიტუაცია გაექცევა ხელიდან. ამას ფიქრობენ, ეგენი სიტუაცია არ გაექცეთ ხელიდან. ხო, ნუ ხარებას მათი გადმოსახედიდან თუ შეხედავ, ხო ძალიან მოდურად მოექცნენ, ხო, ეხლა ამდენი რავე გაუკეთა ხალხი ცემა, არ ვიცი, რაღაცა იძალა და მერე გააგდეს ქუჩაში. შეიძლება ხარებას გასაფრთხიებლადაც დაიჭირეს ეს ხალხი, ხო, რომ ნუ შენამდეც მოვალთ თუ რეალურად რა თქმა უნდა ეხლა მისი სატელეფონო ინტერვიუც ხო ვნახეთ არა შიგნით ნახეს ადამიანები რომლებმაც ჩაუშვეს ხო აი პირდაპირ დაახლოებით ასეთი სწორად თუ მახსოვს ზუსტად იპოვეს შიგნით ვინც ნუ ამათ ხომ არც მაიდენტიფიცირებელი არაფერი არ ქონდა და ვერავის ვერ უნდა მიმხდარიყო ვინ იყვნენ ეს ადამიანები რეალურად ეს მარტო იცოდა ისევ არსებულმა თანამშრომლებმა ხო რა თქმა უნდა პოლიტიკურ ხელისუფლებამაც იცოდა პირდაპირ ხარებასგან შეიძლება ცოდნოდათ ვინ იყო როცა ხარებას ღირსების ორდენით აჯილდოებდნენ და აწინაურებდნენ და პრემიებს და დანამატებს ჩუქნიდნენ მაშინ ეკნებოდათ გარკვეული მაგრამ თვითონ ხარება გაგდებული ხარება საფრთხეა ხო ეხლა რაც არ უნდა თქვან რომ სამობს რომ აი მათმაგივრად წავალ დავждები ნუ ეს რიტორიკულია და ყველა იმას გამოიდებს თავს რომ აი ჩემი ბიჭები როგორ იჭერენ მე მათმაგივრად დავждები ასეთი განცხადებები არის ძალიან ისეთი ჰაერი განცხადებები რეალურად უჭირს მაგას ახლა და იცის რომ თუ ესენი დაიჭირეს ნუ ხარებას მაგალითად ძალიან სიმპტომატურია რატო თქვი ხო ეხლა ხარებას გადმოსახედიდან არის მის მიმართ უმადირობა ეს ყველაფერი ხო ხა წარმოიდგინეთ ადამიანმა ყველაფერი იკადრა იმისთვის რომ ამათ ხელისუფლება შეენარჩუნებინათ ყველაფერზე წავიდა დანაშაულზეც წავიდა ხო ხა ადამიანები დაცემეს იძალადეს და ეს იმით დაუფასეს რომ სამსახურიდან გააგდეს
და მე ესე ვთქვა, ეხლა საერთოდ მის ხალხს იჭერენ და ხალხშვილებად დაიჭერენ. ეს კარგად მეტყოლებს რეჟიმს რომ ემსახურები, მე ეს რეჟიმი როგორ მოგექცევა შენ თვითონ. ახლა ხარება არ არის ისეთი ადამიანი, რომ არ ესმოდეს რაზე მიდიოდა. იმიტომ რომ პოლიტიკური ხელისუფლება დღეს ერთია, ხვალ მეორეა. გადაგხედოთ ისტორიის ერთ-ერთ ჟურნალისტს მაშინ როცა ეს დარბევები ხდებოდა, თავებრივად ჟურნალისტს ეუბნებოდა, რომ ჩვენ ყველა ხელისუფლებას ვჭირდებით, ანუ ჩვენ საფრთხე არ შეგვექმნებაო. არა, როგორი არის? ახალ ხელისუფლებასაც კი დავჭირდებოდო და ახლაც კი არა, მოქმედა ხელისუფლებამ გაუშვა. აღედ როგორ არის? საერთოდ ეს სამსახურები რატო კადრულობენ იმას, რასაც კადრულობენ? გინდა სასამართლო, გინდა პროკურატურა, გინდა პოლიცია, იმიტომ რომ ყოველთვის ასე წარმოედგინათ, რომ ასეთი უტიფარი ორგანოს თანამშრომლები ყველა ხელისუფლებას ჭირდება. ანუ ბინძური საქმების საკეთებლად ყველა ხელისუფლებას ჭირდება და ამიტომ ყოველთვის შენარჩუნებული იქნებიან ყველა ხელისუფლებისთვის. მაგრამ არიან ადამიანები ხო, რომლებიც უკვე შენში საფრთხეს ხედავენ. შენი ავტორიტეტი, შენი ძალა, შენი იმიჯი თუ საფრთხის შემცველი გახდა ამ პოლიტიკოსის ან ამ პოლიტიკური წრის თუ პოლიტიკური ჯგუფის მიერ, რომელიც ამ შემთხვევაში რეჟიმია და მართავს ქვეყანას, ის აუცილებლად მოგიშორებს თავიდან. გადახედოთ მთელი ისტორიის მანძილზე უშიშროებები, ეგრეთ წოდებული კგბ-ს უფროსები, ბერია, ეჟოვი, იაგოდა, ესენი სულ პოლიტიკური ხელისუფლების დავალებებს ასრულებდნენ და მერე თვითონ ეწირებოდნენ და იხოცებოდნენ. რა, ესენი ისეთი უძლეველი ადამიანები იყვნენ, რომ მათი მუშაობის პერიოდში შეიძლება იფიქრებდი, რომ სტალინზე მაგრებიც ბერია და ეგ იყვნენ, მაგრამ მთლიანობაში ხომ შედეგი ის მიიღეს მაინც და ხარიბა არ არის უტვინო ადამიანი, ვერ მიხვდარიყო, რომ ერთმშვენიერ დღეს ყველა ხელისუფლებისთვის შეიძლება მართლაც ასე იყოს, რომ რაღაც უტიფარი ასეთი ადამიანები საჭიროა და შავი საქმეებისთვის გასაკეთებლად, მაგრამ თუ შენი ძალა საშიში გახდა თვითონ რეჟიმისთვის, ისეთ განცხადებებს აკეთებდა ზოგადად ხარება, მე არ ვამბობ რომ პოლიტიკური განცხადებებს, მაგრამ ნახე ის რაც უნდა ეთქვა პოლიტიკურ განცხადებად ყობახიძეს ხარება ამბობდა, ჩვენ ამ ქვეყანას არავის დაუთმობთ. ხო, აი ესეთ რამო და ბოდიში და პიდარასტებს ვერ დაუთმობთ საქართველოს. ეს მისი სალაპარაკო არ იყო. ის იმ დონეზე ჟარგონს ვიხმარ, იმ დონეზე გაბლატავდა, რომ რაც მისი სალაპარაკო არ იყო, იმ დონეზე აიწია მისი ავტორიტეტი, მისი ძალა და უძლეველობა ისე წარმოიდგინა, რომ იფიქრა, რომ წინ ვერავინ გადაიღებოდა, ვერ დაუდგებოდა, მაგრამ ჩვენ გავიწყდება ყველას, რომ არის ბიძინა, რომელიც ყველას გამოიყენებს, ყველას გამოწურავს და მე სანაგვეზე გაუშვებს, როგორც ყველა დანარჩენი გაუშვა აქამდე. ასე მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. სურაბ ცეცხლაძე იყო ჩვენი სტუმარი, პატიმრ ზურაბ ცეცხლაძის მამა. საუბრობთ იმის შესახებ, ელოდებიან თუ არა პატიმრების შეწყალებას. ჩვენ გვექნება ახლა საინფორმაციო გამოშვება, როის ნახევარზე, ხოლო 9-ის ნახევარზე დაგიბრუნდებით გადაცემით პოლიტიკური სივრცე.